ახლდება მოგზაურობისთვის აქტიური პერიოდი, ბევრი ადამიანი ახალი ქვეყნის აღმოჩენასაც გეგმავს, ამ დროს კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი რეკომენდაციები და გზამკვლევია. თუ მადრიდში მოგზაურობას გეგმავთ, შოპინგ, გასტრო, სპორტული თუ საექსკურსიო ტურებით ხართ დაინტერესებული, თანამგზავრი მადრიდში, ანუ თაკო აბესაძე დაგეხმარებათ სპორტული ჟურნალისტი და პროდიუსერი, რომელიც 3 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში ესპანეთში და დღეს ქართულ და არა მხოლოდ მოგზაურებს თანამგზავრი მადრიდში სახელით სთავაზობს მადრიდის სრულად, ახლებურად აღმოჩენას და ყველა მნიშვნელოვანი ადგილის დათვალიერებას ეხმარება, რომელიც ამ ქვეყანას განსაკუთრებით გამოარჩევს. ესპანეთის დედაქალაქთან ერთად თანამგზავრი საუკეთესო მეგზურობას პორტუგალიაშიც გაგიწევთ. როგორ იქცა ქართველი ემიგრანტის წამოწყება ბიზნესად, დეტალებზე სასაუბროთ ჩვენთან ერთად გვერდება თანამგზავრი მადრიდში, სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი თაკო აბესაძე, რომელთან ერთადაც ვაგრძელებთ პრინციპში საუბარს ამ მნიშვნელოვან წამოწყებაზე და მათ შორის შეფასებას, თუ როგორია მოთხოვნა, რამდენად დაინტერესდნენ ადამიანები ამ წამოწყებით. თაკო, მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. გამარჯობა, მარია, მოგესალმებით. თანამგზავრი მადრიდში დაახლოებით 2 წელია, რაც გამოჩნდა, ესე ვთქვათ, ბაზარზე. ჩვენი ტურები მხოლოდ საქართველოს ექსკურსიო ტურებს მოიცავდა რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე დაემატა როგორც შოპინგ, ასევე გასტრო და სპორტული ტურები. მხოლოდ საქართველოს ექსკურსიო ტურები ჰქონდა ჩვენს მომსახურებაში და ეს ითვალისწინებდა მხოლოდ დიდის მომსახურებას. მაგრამ ესე რომ თქვი დროთა განმავლობაში თავად საქმე გვასწავლა, როგორ უნდა წავსულიყავით წინ, უკვე უზრუნველყავით ჩვენი ტურისტული აპარტამენტების მომსახურება, დავამატეთ საავტომობილო ტრანსფერი მადრიდში აეროპორტიდან დანიშნულების წერტილამდე, ყავს ფაქტიურენოვანი გიდები, რაც დამატებითი კომფორტია და ჩვენთან ჩამოსვლელი ტურისტებისთვის. მოკლედ, რაც შეეხება თანამგზავრი მადრიდის დაფუძნებას, როდესაც 3 წლის განმავლობაში, 3 წლის წინ მე მადრიდში გადმოვედი საცხოვრებლად, როდესაც ჩამოდიოდნენ ჩემი ნაცნობები თუ ახლობლები, ეს დამატებითი კომფორტი იყო ჩემთვის, რომ რაღაცა ქვეყნის ნოსტალგია, საკუთარ ხალხთან ურთიერთობა ძალიან მეხმარებოდა იმისთვის, რომ შედარებით უფრო მარტივად გადამეტანა ეს ემიგრაციის სიმძიმე. როდესაც მათ მიმართ კომპლიმენტები მოვიდა ჩემს როგორც სწრაფად მოვახდინე ქალაქთან ადაპტირება, გადამწყვეტე, რომ ამ საქმისთვის დონორებით სერიოზული სახელი ეცა და რაღაც ბიზნეს კუთხით დამენახა ეს ყველაფერი. ერთ-ერთ მოგზაურთა ჯგუფში, Facebook-ზე ჩავატარე ესე ვთქვათ, მცირე კვლევა, ისარგებლებდნენ თუ არა ჩემი მომსახურებით, ტურისტები თუ მადრიდში ისურვებდნენ მოგზაურობას. საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს პოსტს და უკვე დადებითი გამოხმაურებიდან გამომდინარე, რომ რაღაც სერიოზული უნდა გამეკეთებინა. დავუკავშირდი ბარსელონაში, ერთ-ერთ შემიგები ბარსელონაში ეს თავის, რომელიც ძალიან დიდი დახმარება გამიწია, თავის რეკომენდაციები მოიცა და დღემდე მახსოვს, როდესაც პირველი ტურისტი მოვიდა ჩემთან და მომმართა დახმარების ფონით, დავუგეგმე ტური მადრიდში, განვახორციელეთ და ის განცდა რაღაც ძალიან ოჯახური მეთოდური ტურის განმავლობაში, გახდა უკვე საწინდარი, რომ მაინც მომდომება, მუხტი და ან ტურისტებთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ჩვენზე ყოფილიყო ჩვენი ნიშა. როგორ ვიქნათ, ეს 3 წლის პერიოდიდან დღემდე საკმაოდ დიდი განვითარების ეტაპები გაიარა თანამგზავრი მადრიდმა. ჩვენ უკვე რამდენიმე ასეულ ტურისტს მოვიმსახურეთ მადრიდში. ჩვენი მომსახურება ტურისტებისთვის არის არაჯერ კომფორტში, შემთხვევაში მნიშვნელოვანი აუცილებლობაც. მოკლედ, ესეთია თანამგზავრი მადრიდის, ასე რომ ვთქვათ, დაარსების ამბავი. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც თავარია დიდი ჯობით და
სიყვარულით ასე ვთქვათ, ვარ ცნობილი ჩვენს ტურისტებში. კი ბატონო, თაკო, რამდენად დაფიქსირდა მოთხოვნა იმ სერვისებზე, რასაც სთავაზობ და ძირითადად ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მოგმართავენ სერვისისთვის? ესენი არიან მაგალითად ადგილობრივები ქართველები, რომლებსაც მადრიდის აღმოჩენა სურთ, თუ უცხოელები არიან ძირითადად ამ სერვისის მომხმარებლები და ის ადამიანები, რომლებიც აპირებენ, რომ ესპანეთი ახლებურად თქვენთან ერთად მაჩვენებს სადაც ორიენტირებულად ვართ ქართულ ტურისტებზე, ყოველთვის ქართულ ტურისტებს ვემსახურებით. ანუ ჩვენი ნიშაც ეს იყო, რომ ქართველი ადამიანებისთვის დაგვეწია დახმარება მადრიდში. ქართველები, როდესაც ჩამოდიან, ჩამოსვლამდე რაღაც პერიოდით ადრე მოგმართავენ, რომ დავუგეგმოთ საექსკურსიო ტური მადრიდში და მადრიდის ახლოს მდებარე ქალაქებში, ტოლედოში, სეგოვიაში, ასევე გვაქვს ანდალუსიაში, სევილიის ტურები. გამყოლის მომსახურებით, ასევე ტურისტებს ვემსახურებით ვალენსიაშიც, მოვიცავთ რამდენიმე ქალაქს. სეზონიდან გამომდინარე, ვამატებთ ხოლმე საზღვაო ტურებს, ეს ეხება მალაგას და მარბეის ტურებს და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ტურისტებისთვის ჩვენ გვაქვს სიახლე, უკვე გავცდით, ასე რომ ვთქვათ, ესპანეთს და ჩვენი მომსახურება უკვე მოიცავს თანამგზავრი ლისაბონის და თანამგზავრი პორტოს ტურებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის უკავშირი, რაც მომხმარებლებიდან მოდის და მათმა სურვილმა გვიბიძგა ზუსტად იმისკენ, რომ ჩვენ ტურები დაგვემატებინა როგორც ლისაბონში, ასევე პორტოში და მე ასე რა ვთქვათ, პირობას ვაძლევ მათ, რომ ჩვენ მოვიცავთ ყველა მნიშვნელოვან და ძირითად ტურისტულ ქალაქებს პირველი ეტაპისთვის ევროპაში და შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს. კი ბატონო, თაკო, როდიდან დაიწყეთ უკვე მათ შორის სხვა ქვეყნის დამატებაც, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 2 წელია რაც ოპერირებთ და ასევე საინტერესოა, მხოლოდ თქვენ ხართ ამ პროცესებში ჩართული თუ არიან ადამიანები, ვინც უკვე არა მხოლოდ მადრიდში, არამედ სხვა ქალაქებში და მერე უკვე პორტუგალიაშიც გაუწევენ თანამგზავრობას, ასე ვთქვათ. მოკლედ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ თანამგზავრი მადრიდით, ასე რომ ვთქვათ, მე პირადად დავიწყე ტურების განხორციელება ქართველი ტურისტებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მე ვიყავი ჩართული, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე 5 დასაქმებული ადამიანი გვყავს, შესაძლოა ეს რიცხვი ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ ისეთი, ესე რომ ვთქვათ, პატარა მცირე ბიზნესისთვის და სტარტაპისთვის, რაც ჩვენ გქონდა 5 ადამიანი უკვე ძალიან მზარდია პირადად ჩემთვის, ესე ვხედავ 2 და ყველანი არიან დასაქმებული ქართველები აქ ესპანეთში. ყავს ქართველენოვანი მძღოლები, რა თქმა უნდა, ქართველენოვანი გამყოლები, ასევე ადამიანი, რომელიც ტურისტული აპარტამენტების შემთხვევაში მათ ემსახურებათ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ესპანეთში ზოგადად ინგლისურ ენასთან ვერ მეგობრობენ. შესაბამისად, ხშირად აქვთ ხოლმე დისკომფორტი, არ იციან ესპანური ენა და ქართველენოვანი და ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მათ ეხმარებიან, ტურისტებს ძალიან უმარტივებთ კომუნიკაციას და ზოგადად მოგზაურობას. ეხლა მე მინდა რომ გითხრათ, რატომ არის გიდის ან გამყოლის მომსახურება კომფორტული ჩამოსული ტურისტისთვის. ჩვენ ვუზრუნველყოფთ აბსოლუტური კომფორტის შეუქმნათ, როგორც უკვე გითხარით, ჩვენს ტურისტებს. ასევე ვარიდებთ ძალიან დიდ ტურისტულ მახეებს, სადაც შეიძლება ფინანსური გადახარჯვითი ნაწილი ძალიან დიდი იყოს. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურ კომფორტში დაზოგილი დროით, ენერგიით და ფიზიკური რესურსით იყვნენ. ჩვენთან ჩამოსული ტურისტები არ არიან მაპზე დამოკიდებულები, არ ეხვევიან ტურისტულ მახეებში და მოკლედ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ მათ საჭიროებებზე. შესაბამისად, ჩვენთან დასაქმებული ქართველენოვანი და ქართველი ადამიანები ზუსტად ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არიან ჩვენთან. კი ბატონო, თაკო, რადგან ახსენეთ, რომ თქვენი ძირითადი გათვლა თავიდანვე იყვნენ ქართველი დამსვენებლები, საინტერესოა, რა არის ის, რაზეც ქართველი დამსვენებელი აკეთებს აქცენტს, როგორი ტიპის მოგზაურობა უყვართ მათ, რა მოთხოვნები აქვთ მათ შორის და როგორ გიგმავთ ხოლმე თითოეულ მოგზაურობას?
ჩვენთან ძირითადად ქართველები არიან, რა თქმა უნდა, როგორც უკვე გითხარით. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის მადრიდის საფეხმავლო საექსკურსიო ტურზე. ეს მოიცავს ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, რაღაც კონკრეტული დროით იმდენად ისე მოგეგმავთ ჩვენ მათ ტურს, რომ მათთვის კომფორტული იყოს ესეთი მოგზაურობა და გავუმარტივოთ ეს პროცესი. შემდეგ ყველაზე მოთხოვნადი, როგორც უკვე გითხარით, საფეხმავლო საექსკურსიო ტურია. მას შემდეგ ასევე პოპულარობით სარგებლობს შოპინგ ტური. სხვადასხვა სავაჭრო აუთლეტ ცენტრებში, სხვადასხვა ძვირადღირებულ ბრენდებს ეხება ეს თუ უბრალოდ ბიუჯეტურ მაღაზიებს, ადგილობრივ ესპანურ ბუტიკებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ საჭიროებებზე აბსოლუტურად მორგებული სერვისი შევთავაზოთ. ასევე სპორტული ტური ძალიან პოპულარულია, მოგეხსენებათ მადრიდი, რეალ მადრიდის და ატლეტიკო მადრიდის ქალაქია. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სპორტული ტურიც, თუმცა ლიდერობას არ კარგავს საექსკურსიო ტური. მინდა ასევე აღვნიშნო მადრიდთან ერთად, მადრიდი ყველაზე მოთხოვნადი ქალაქია, მადრიდის შემდეგ აუცილებლად თითქმის თანაბარი, ესე რომ ვთქვათ, სტატისტიკა აქვს ტოლედოს მონახულებასაც, ქართველი ტურისტები მადრიდთან ერთად ხშირად ირჩევენ ტოლედოს დათვალიერებას, რომელიც არის ესპანეთის უძველესი დედაქალაქი, ძალიან ძველი და თითქოს მათ აქვს საშუალება ერთი სამყაროდან საერთოდ სხვა სამყაროში გადავიდნენ და ძალიან კონტრასტულია ხოლმე მათი მოგზაურობა მადრიდსა და ტოლედოში, როდესაც ისინი ორ ქალაქს ირჩევენ. ჩვენ ასევე გეგმავთ ტოლედოში ძალიან საინტერესო გასტროტურს, ეს არის ტრადიციული ხამონერიები თუ ასე შემდეგ. უმეტესად გასტრონომიული ტური უფრო პოპულარული არის მადრიდსა და ტოლედოში. კი ბატონო, თაკო, ბოლოს მინდა კითხო გეგმებზე. რა არის თქვენი გეგმები? რადგან უკვე პორტუგალიაც დაემატა, ხომარი გეგმება, რომ სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურონ ადამიანებმა თქვენთან ერთად და ასე ხომარი გეგმება საქართველოში იმოგზაურონ უკვე თქვენთან ერთად უკვე უცხოელებმა. ამ მიმართულებით რა არის თქვენი მთავარი გეგმები? მოკლედ, რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენი მიზანია, რომ მოვიცვათ ევროპის რაც შეიძლება ბევრი ქალაქი. ჩვენი უახლოესი მიზანი, როგორც უკვე გითხარით, არის პორტუგალია, მადრიდთან ძალიან ახლოს და სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანია პორტუგალიაში ჩვენი შესვლა. ამ ეტაპისთვის სხვა ქვეყნებს უახლოეს მომავალში არ განვიხილავთ. ერთადერთი რაც მინდა რომ განვავითარო და იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ისედაც აქ მაცხოვრებელი ქართველები ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, თითეული ჩვენგანი არის ძალიან დიდი ელჩი ჩვენი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს ცნობადობა ბევრად უფრო მაღალი იყოს ესპანეთში და ზოგადად ესპანელებში. ვგეგმავთ, რომ შემოვიყვანოთ ტურისტები საქართველოშიც, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ ქვეყანას აქვს ის პოტენციალი, რაც შეიძლება ესპანელი ტურისტისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. მე ეს საქმე ნულიდან დავიწყე, არანაირი ბიზნეს გამოცდილება არ მქონია. თვითონ საქმე მასწავლა, რა არის შემდეგ უნდა დამეკეთებინა და მინდა ეხლა თუ რომელიმე ადამიანი მიყურებს, რაღაც მხრივ ვიყო მათთვის მაგალითი და ვთქვა, რომ უბრალოდ სტატისტიკური ხელფასიდან ბიზნესში გადასვლა ჩემთვის საერთოდ სხვა და საინტერესო ეტაპი იყო და აი ჩემ მასიჯუტემ მომცა ის მაგალითი, რომ რაღაც გამეკეთებინა და მე თუ შემძლებ იმას, რომ ესპანელებში საქართველო გახდეს მათთვის ძალიან საინტერესო მიმართულება, მე რადوار ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებთან, როგორც გამყვანტურებზე, ასევე საქართველოში მსურველი ტურისტების ვიზიტორებისთვის. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ გადაცემაში მონაწილეობისთვის და ასევე გისურვებთ წარმატებები. მადლობა თაკო. ძალიან დიდი თქვენი ჩართულობისთვის. თაკო აბესაძე გსტუმრობდა გადაცემაში წარმატებები ყველა წამოწყებით.